საქართველოს ვარსკვლავს წარმოგიდგენთ ბილაინი. ბილაინი, გადმოდი ნათელ მხარეზე. ბევრი ვფიქრეთ, რა შეიძლება და რა შეესრულებინა მარიკოს, ვინაიდან მას აქვს სხვა შესაძლებლობები. ძალიან არ გაწევა. ანუ გზელი ფინალი ჯობია ვიდე შოში. როგორც სულის ჩასასმელი ისე მოერგო მარიკოს ეს სიმღერა. ძალიან დიდი განცდით ასრულებს და ვფიქრობ, რომ კარგი დუეტი შედგება ამ სიმღერასა და მარიკოს შორის. მარიკო ლეჟავა!
ორი უნიჭიერესი ადამიანი დაწერილია ეს სიმღერა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნიკოლო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო ამისთვის. დავიწყოთ შეფასება. ქალბატონო ნინო. თუ შეიძლება. მოგესალმებით. მოგზალებით, სიყვარულით, მადლიერებით. მადლობა დღევანდელი დღისთვის. მე არც კი ვიოცნებდი, რომ დღევანდელი დღე შედგებოდა. უდიდესი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ზაზა. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი შესრულება მარიკოს იყო 100%-ით რელევანტური. ძალიან სავსე იყო სითბოთი, ფერებით, ძალიან დიდი სილამაზით და სიხარულით. საერთოდ ეს კონკურსი იმაზეა, რომ აიღო კლასიკური სიმღერა და გააკეთო მისგან თანამედროვე ვერსია, მაგრამ თავად ნინო ქათამაძის შემოქმედება არის უდაოდ ძალიან აუთენტური, ძალიან თანამედროვე და თანაც ასეთი ლამაზი ემოციური სიმღერის შექმნა მზისადმი მიძღვნილი, ალბათ მხოლოდ ერთეულების ხვედრია და მხოლოდ ზღვისპირეთში დაბადებულ ადამიანს შეუძლია ნინოს სახით გულისხმობ, რომ ესეთი ლამაზი სიმღერა შექმნას და ეს ემოციურად იმღეროს, მაგრამ შენ სასახელოდ უნდა თქვა მარიკა, რომ შენი დღევანდელი ვერსია იყო აბსოლუტურად განსხვავებული, შენ კარგად გააკეთე შენი ვერსია და მე მაგალითად რო ვიყო დამკვეთი რეკორდ ლეიბლის წარმომადგენელი, აუცილებლად ფულს გადავიხდიდი აი ამ ვერსიის გამოცემასა და ტირაჟირებაში, აუცილებლად. დიდი მადლობა ბატონო მიშა. რაღაც თუ შეიძლება არ შემილია არაუნიშნო დღევანდელ ჩვენს ტურში ის ფაქტი, რომ ნინოს ტურია დღეს, რომ ნინო არის თვითყოფადი, ერთ-ერთი ყველაზე თვითყოფადი, საინტერესო, შესანიშნავი მუსიკოსი, რომელმაც აი დღევანდელ საქართველოს შოუ-ბიზნესში, რომელიც ჯერ ბიზნესად არ არის შემდგარი, აი ამ ხელა წარმატებას მიაღწია და საქართველოს სახელი გაუთქვა, ერთ-ერთი წარმატებული მუსიკოსია, რომელთაც მე პირადად ვამაყობ და ყველა ჩვენთაგანი ამაყობს ნინოთი და ეს არის ის მომენტი, როდესაც იკვეთება აი ესეთი ტალანტ შოუები და აი თანამედროვე ქართული შოუ-ბიზნესი. აი ეს არის წარმატების საფუძველი ხვალზე. ამიტომ დიდი მადლობა შენ, მასტერკლასში და ძალიან დიდი მადლობა Inside, ჩემი საყვარელი ბენდია, ერთ-ერთი უსაყვარლესი ჩემი ბენდი. დიდი დიდი მადლობა ბატონო მიშა. ძალიან მოკლედ ვიტყვი მარიკო, როგორც ყოველთვის ხარ ძალიან კარგი და არაჩვეულებრივი და მე მინდა ჯერ ნინოს უთხრა, რომ შენ დაიმსახურე ეს საღამო, რომ იყო შენი საღამო და მარიკომაც დაიმსახურა, რომ გახსნის სიმღერა შეესრულებინა აი ამ საღამოზე და ყველაფერი იყო ძალიან მაგარი. მე მგონი ძალიან მაგარი კონცერტი დაიწყო. მე მგონი ნინოს უნდა და რაღაცის დამატება გისმენთ. დამატება იმისა, რომ შეასრულა არაჩვეულებრივად ახალი ვერსიით, თავისი ბგერით, თავისუფალი ფორმით, ვინაიდან ჩვენ ყველა სურვილი გქონდა, რომ თითო ბგერაც კი გვეპოვა ამ ტურის განმავლობაში და მარიკო მთელი ფორმა მოუძებნა ამ სიმღერას და დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბედნიერებისთვის. ნიკა, დიდი მადლობა. ისაიცი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჟიურის. მე კი მაყურებელს ვეთქვი, რომ დღეს ჩვენ დღის ბოლოს ჩვენი პროექტის ტოპ 5-ს ავირჩევთ. საუკეთესო 5-ეული უნდა დარჩეს ჩვენი კონკურსანტებისგან, ამიტომ თუ გსურთ, რომ მარიკო მოხვდეს ტოპ 5-ში, უნდა აიღოთ მობილური ტელეფონები და დაეხმაროთ მას ამაში, იმიტომ რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე ის ვერ მოხვდება ამ 5-ში, უნდა დაურეკოთ მას ნომერზე 093 700 005. 5-ში 5-იანი.